მოგესალმებით ბატონო გელა. ჩვენ პირველი კითხვა იქნება ესეთი, როგორ დაიწყეთ ავტომობილების ბიზნესი? მოგესალმები, ანი, მივესალმები ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს აუდიციას. წარმოიდგინეთ თქვენ, ეს არ არის არც მარტივი კითხვა და არც რთული კითხვა. მე ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის თუ საიდან დაიწყე ეს ბიზნესი. პატარაობიდან. ჩათვალე 18-19 წლის უკვე როცა ვიყავი, მქონდა ჩემი საქმე. ჩემს საქმეში შედიოდა ეს ავტომობილები, ავტომობილების გაყიდვა, ავტონაწილები და ასე შემდეგ. და იქიდან მოვდივარ დღემდე და სხვაგან არსად არ გადამიხვევია. მთელი ჩემი ცხოვრება დღემდე, წარმოიდგინეთ 18-19-20 წლიდან დღემდე აი ამ ბიზნესს შევალი არსად არ წავედი სამუშაოდ. ჩემი ბიზნესი არის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე იქნება ეს ავტოსფერო. მე ვარ საქართველოში, მე არ ვამბობ პირველი ვარ, მაგრამ არც პრეტენზიაც მაქვს, რომ მეორეც მესამე არ მინდა რომ ვიყო. რამდენი წლის იყავით, როცა გადაწყვეტეთ ბიზნესმენობა? ბიზნესმენობა როგორ არის იცით, ეს მაშინ ცოტა რთული იყო ბიზნესმენი, ყველას ვაჭარს ეძახდნენ მაშინ. ვაჭრობა იყო ჩათვალე, რაიკავშირი, ქალაქ ვაჭრობა და ეს ბიზნესი მეერე შემოვიდა ჩათვალე ახლა ხან რა, დიდი ხანი არ არის. უბრალოდ როცა უკვე გავიზარდე, როცა უკვე თბილისში წამოვედი, როცა უკვე რეალურად ბიზნესი დავიწყე, ვიფიქრე რომ ეს არის ჩემი სფერო. და მე სხვაგან არ გადავხვედი და როცა პატარა ვიყავი დავიწყე ჟიგულით, ერთი ავტომობილი დავიწყე და დღეს მოდი მოსახლეობას ვაჩვენო თუ რამდენი მანქანა ავტომობილი გვეყენია მარტო აი აქ, აი ამ ერთ შოურუმში. დავიწყე და აი დღემდე ჩათვალე მოვედი ავტოსფეროთი რა. ავტომობილები და მისი აქსესუარები, საბურავები, ზეთები, მომსახურება გაყიდვის შემდეგ და მომსახურებით კიდე გარედან შემოსულ ავტომობილებს. მარტო ეს ცენტრი არა გვაქვს, ხო, ბევრი ცენტრები გვაქვს და დღემდე მოვდივართ რა და უკმაყოფილო არ ვარ ყოველ შემთხვევაში. ფიქრობთ რომ ბიზნესში გაგიმართლათ? აი უყურე როგორ არის. რო გითხრათ ახლა გამიმართლა თუ არ გამიმართლა, ყველა გამართლების უკან ძალიან დიდი შრომა დევს. თუ შრომა არ ჩადები, ვერ იტყვი რომ გამიმართლაო. უბრალოდ უნდა ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ გაგიმართლოს. და თუ აი ამ კუთხით მეკითხები რომ გამიმართლა თუ არა, ამ ბიზნესმა მე გამიმართლა და მეც ამ ბიზნესს გავუმართლე, იმიტომ რომ არ გადაუხვიე. ხო არის ადამიანები ყოველ წელიწადს სხვადასხვა სფეროს იცვლიან. მე არა, მე არ სხვა ბიზნესში არ გადავედი და მთელი ჩემი ცხოვრება შევალი ამ ავტოსფეროს. და მე ვარ ერთ-ერთი ტრანსპორტნიკი, აი ხმამაღლა შემიძლია ვთქვათ, ამას წინათ რომელიღაცა ჟურნალიც უთხარი, რომ დუბაიში მათეს გამოფენაზე უთხრეს, რომ დუბაელებმა წარმოიდგინე, მამაშენმა გვასწავლა ბიზნესიო, ამ ავტოსფეროშიო, ახალგაზრდა ბიჭებმა უთხრეს, ახლა ხან 1-2 წლის უკან მათეს დუბაის გამოფენაზე. რთული იყო ამ გზის გავლა? მე რაც გზა გავიარე, ხო? ადამიანმა რომ ითხრას ახლა ისევლე თავიდან გაივლიო, მართლა ვერ გავივლი, იმიტომ რომ იმდენი ხელოვნური დაბრკოლებები იყო, იმდენი პრობლემები იყო, სპეციალურად თავს მოხვეული პრობლემები, თორე ისე რომ ხელს არ გიშლიდნენ, თქვათ, არ გიშლიდნენ, დღესაც არის ბევრი პრობლემები, ხო? მაშინ ჩვენი ბიზნესი იქნებოდა 1000-ჯერ უფრო მაგარი. ხელი შეშლა, ხელი შეწყობა მე 60 წლის განმავლობაში არ მინახია რომ ვინმე შემთხვევით ხელი შეეწყო. თავიდან ამ გზას ვერ გავივიდი, იმიტომ რომ იმდენად რთული გზა გავიარა ერთმა, გზამ მოითხოვა მეორეს რაღაცა გაკეთება, მესამეს აი ხვალ გამოსტორდება, აი ზე გამოსტორდება და მოვდივართ სულ დღემდე პრობლემებით. თან არ ვარ ახლა ის კაცი, რომ ვიღაცას რაღაცის გამო ესე დამიძახონ და კი ბატონო და დავეჩოქო. არასდროს
არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ. მე მოსახლეობა კიდევ არ მიცნობს, იმიტომ რომ არ მიცნობს რა გაგებით, ისი მე ჩემი პრინციპები მაქვს. რაც არ არის გასაკეთებელი და არაკაცურია, იმას არასდროს არ გავაკეთებ. არც არავის ესე დაძახებულზე არც იქ მივალ და არც იქ მივალ. და ასე მოვდივარ ჩემით რა აი ამ პრობლემები და თან პრობლემა რა არის? მარტო ერთი კაცი უძღვებია ამ ყველაფერს. ეს არის ყველაფერი ერთი კაცის ჩამოყალიბებული და ერთი კაცის გაკეთებული. წარმოიდგინე, სენაკში ცხოვრობდი, პატარა ბიჭი ვიყავი და ერთი ჟიგული მეყენა მაღაზიაში და ქვეყანა ჩემი მეგონა და ახლა ამ დარბაზში ალბათ გიორგი აჩვენებს მაყურებელს აი ამ წუთას რამდენი ავტომობილი დგას. აი ესეთი ცენტრი დღეს ამიერკავკასიაში არ არის, აი ასეთი ცენტრი დუბაიშიც კი არ მაქვს. თორე ეს არის ცენტრი ევრო 5-ო რო იტყვიან. ევრო 5-ზე არის ყველაფერი მილაგებული და მოლაგებული. წამო პარალელურად მანქანების დავათვალიეროთ, ხო? იყო თუ არა ხელის შემშლელი ფაქტორები? აი, მაგას გიყვებოდი ახლა. აი ხელის შეწყობა რასდროს არ მქონია. ხელის შეშლის გარდა ამ 60-61 წლის განმავლობაში ხელის შეშლის გარდა გელა ბარკალაიას არაფერი არ უნახი. აი, ერთ ადამიანს არასდროს არ უთქვიანი, რომ რაღაცნაირად ხელს შეგიწყობ. მე ვეუბნებოდი ყველა მთავრობას. ხელი კი არ უნდა შემიშალოთ, ხელი უნდა შემიწყოთ, მაგრამ არავის ჩემთვის არასდროს ხელი არ შეუწყია. პირიქით, ხელის შეშლა იყო და დღესაც რაღაცა მთლად ისე არ არის კიდე ძალიან ჯერ კიდე ვერ გამოსტორდა იმ დონეზე, როგორიც ეს საჭირო უნდა იყოს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ აქ ვდგავარ და წარმოიდგინეთ, აი ამოდენა ცენტრია და რა ავტომობილები აყენია. შეხედეთ. აი შეხედეთ, აი ამ სიტყვაზე თქვათ, აი ამ პორშებს. აი შეხედეთ ამ ავტომობილებს, მოგძანდით. აი დღეისთვის ბოლო კითხვა თუ შეიძლება. დღევანდელი მონაცემებით რა სიტუაცია სამანქანო ბაზარზე? სამანქანო ბაზარზე ძალიან ცუდი სიტუაცია. ახლა რა კუთხით გეუბნებით? კონკურენცია კი არ არის. თუ ვინმეს პატრონი ყავს, ეს არის პრობლემა. თუ ვინმეს პატრონი სადღაც ყავს, აი იმას ყველაფრის უფლება აქვს და შენ კიდე არაფრის უფლება არ აქვს. თქვათ ისეა თუ ასეა, ესეა ყოველ შემთხვევაში, თორე აი ხელის შეშლა რო არ იყოს, როგორც თქვენ თქვით, ქალბატონოვანი, ჩვენ 1000 ჯერ უკეთესად ვიქნებოდი. აიყურე. ვისაც დღეს ავტომობილი ჭირდება, აი წარმოიდგინეთ თქვენ რამდენი ავტომობილი მყავს აგერ ჯეტურის, პორშე გინდა, BMW გინდა, აი ეს პორშე იცი შენ მითხარი რომ ძალიან მომწონსო, ხო? BYD, ეს არის ავტომობილები, რომლებსაც ძირითადად დღეს უკვე ტაქსისტვის ვიყენებთ და ჩვენ დრო გვაქვს ერთი BMW-ების დავათვალიეროთ. წავედით. შენ მოყვარული ხარ რომელი ავტომობილის? აი მაგალითად გეუბნებიან რომ მე შენ მანქანა უნდა გიყიდო, მამა გეუბნება რომ ავტომობილი უნდა გიყიდო, აი რომელს აერჩევდი მაინც. აი აქ ჩემ ცენტრში მაინც რომელი ავტომობილი მოგეწონებოდა? Porsche-ს, შავს და Jetour Teors. აი Porsche-ს, შავფერს და Jetour Teors ამ ორ შორის გააკეთებდი არჩევანს, ხო? ძალიან კარგი. თქვენი გემოვნება არის მაღალ სტანდარტებზე მიახლოებული. აი Mercedes-ი, აქ რო ადამიანი მოდის, ქალბატონოვანი, აქ რო ადამიანი მოდის და ვისაც ავტომობილი უნდა, შეხედეთ რა Mercedes-ია, ხო? აი აქ რო ადამიანი მოდის, იმ ადამიანმა აქ რო მანქანა ვერ აარჩიოს, ისეთი არ არის. აქ არის კარგი ავტომობილები, გარანტიით, საუკეთესო, აი შეხედე, აი მაგალითად ავიღოთ BYD. ხო ხედავ ყველანაირი ფერია. რამე ფერი თუ არსებობს, აი Volkswagen-ი გინდა, აი წარმოიდგინე, ახლა მოდი ვნახოთ BMW-ები, ხო? აი BMW ეს თქვათ BYD, აქეთ მოგზანდით ანი? აი BMW. აი
ერთი სიტყვით რისი თქმა მინდა, იცი? ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ აქ მომსვლელი ადამიანი, რომელსაც ავტომობილი უნდა, აქ ავტომობილს აუცილებლად აარჩევს. აქ არის ადგილი, სადაც შეიძლება ავტომობილი აარჩიო. ახლა ბაზრობაზე ნაყიდი ავტომობილი ცოტა ესეთი თემაა, ხო? მერთმა იცის რა ჭირს რა არა და ჩვენ ნებისმიერი ავტომობილია შეხედეთ ამ Mercedes, ხო? აი ეს Mercedes-ი არის, აქ ყველა ავტომობილი არის 0 კილომეტრით, ახალი ავტომობილებია და ამას ჩვენ ყველას ვაძლევთ იძახის იმის გარანტია, ამის გარანტია, ბიჭო. ქარხნული გარანტია, მე ვარ პასუხისმგებელი, ხო? სად ნახე შენ რომ ქარხანა გარანტიას აძლევდეს? ქარხანა გარანტიას მაძლევს მე და როცა გიო იყიდის ავტომობილს, გიოს მე ვაძლევ გარანტიას. და ჯერ ისეთი შემთხვევა არ ყოფილა. იცის აგერ თვითონ გიომაც იცის და ყველამ იცის, რომ ისეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, რომ ჩვენ თქვათ ავტომობილი გაფუშტა და ვერ გავაკეთეთ. წამობრძანდით? ესეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. რაც შეეხება ეს მოგწონს? აი ეს საიდან მოვიდა? აი ამაში ძალიან დიდი ფულია გადახდილი. ეს ვნახე გერმანიაში გამოფენაზე და პირდაპირ გერმანიის გამოფენიდან ვიყიდე. კაც როცა უთხარი რომ ეს უნდა მომყიდო, კაცმა მითხრა რომ რას ქვია მოგყიდო, ეს არის საგამოფენო ავტომობილი, რომელსაც ჩვენ არ ვყიდით. ეს არის გამოფენისთვის. მე ვთხარი ეს მე 10 დღეში უნდა მქონდეს საქართველოში ჩემ ცენტრში. და იმდენი ვქენი, რომ ეს მე ჩამოვიყვანე და დგას ჩვენს ცენტრში და ნომერი რა აქვს? შეხედე? 0001. ეს რა თქმა უნდა სიმბოლურად ეს ნომერი გაუკეთეთ. აი როგორც 22 წლის ხარ, ხო? აი 22 წლის გოგოს. აი ესეთი ცენტრი ბევრ ქვეყანაში ყოფილხარ. აი ესეთი ცენტრი სადმე გინახია? საქართველოში ვერ ნახავ. მე გეუნები საქართველოს ფარგლებს გარეთ. გინახია? ჯერჯერობით არა. როგორ არის? თქვენ ხო აქ ხართ, ხო უყურებთ. აი ხო ხედავ როგორ არის. ყოველ დილით რამდენი ადამიანი წმინდავს. რამდენი ადამიანი ტერიტორიას წმინდავს. ყოველ დღე ავტომობილები ირეცხება. მე ხო იცით, ყოველ დღე მაიმწყიდით 1 და 2 ავტომობილს, ხო? ამ შემთხვევაში აი როგორ ვაფორმებთ ავტომობილებს, ხო? ჩვენთან მაქსიმუმ 15-20 წუთში ნებისმიერი ავტომობილი ფორმდება. ერთი სიტყვით, ვისაც უნდა დღეს ავტომობილი, გარეთ ბევრი ავტომობილი დგას. ქუთაისში ძალიან ბევრი ავტომობილი გვყავს და ბათუმში ისეთი ცენტრია და იმ დონეზე თქვენ ხო ნახეთ? იმ დონეზე არის რემონტი მიმდინარეობს, რომ ბათუმის ცენტრი მგონი აჯობებს თბილისის ცენტრს. მითხარი შენ, რა არ მოგწონს აქ? ყველაფერი მომწონს და არაფერს არ შეცვლიდი. არ შეცვლიდი არაფერს? მაგარი დიზაინერი ყოფილ ვარ? კი. გიო, მაგარი დიზაინერი ყოფილ ვარ? აი ესე ვარ მე, ხო, ესა დაუშვათ, ხვალ რომ მოვალ, ფურცელი მიკავია, ავალ ზევით, გადავხედავ, გაბა სად რა უნდა იყოს. გამიგე? და ეს ბიჭები კიდე ისე არიან, შენ ხო ხედავ? როგორ არიან? ისე არიან, რომ აი ყველაფერი მილაგებული აქვს, ისე რომ სალაპარაკო არ არის. ჩვენ ახლა დიდი მადლობა მინდა გადავხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ ჩვენს კომპანიაში შეიძინა ავტომობილი. ჩვენ დაგვიჯერა. ახლა 100% კმაყოფილი არავინ არ იქნება, ახლა ტყუილი არ უნდა ვთქვა. არის ადამიანები არ ხარ შემტყვანი, მაგრამ რაღაცას მაინც მოგიძებნიან, ხო იცი როგორც ხდება და ამიტომ თუ ვინმეს რამე ჩვენ ან ვაწყენიეთ, ან ვერ გაუგეთ, ან ვერ გაგვიგო, ყველას ბოდიშს უხდით და მომავალში ყველაფერი დალაგდება და გამოსტორდება. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც არიან კმაყოფილები, მინდა უსურვო დიდხანს სიცოცხლე და იციან, რომ აქ როგორ არის. ერთი ადამიანი როცა ავტომობილს იყიდის, მეორე მოყავს. იმიტომ რომ აქ მომსახურეობა არის შენი თვალით ხო ნახე უმაღლეს დონეზე. მოდი დღეს დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, გიორგის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო,
ვინმეს თუ ავტომობილზე ჩამოვარდება საუბარი, ავტომობილი უნდა შეიძინოს მხოლოდ და მხოლოდ მათე მოტორში, ვინაიდან აქ დაგვხვდებიან ახალგაზრდა გოგო ბიჭები. აბა, გისურვებთ წარმატებას.